არქიტექტორმა და ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ ერთ დღეს პროტესტის ნიშნად უარი თქვა ლექციების წაკითხვაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ მას ყოველკვირა უწევდა საპირფარეშოდ ქცეული გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის გავლა. ყველაზე წმინდა საკრალური ადგილი თბილისში რომელია? ეს არის დაღუპული გმირების მემორიალი, ხო, იქ. და ყველაზე პროფანული არის მიწისქვეშა გადასასვლელი, საიდანაც ამოდის ეს მიაზმები, ეს სუნი. მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მიწისქვეშა გადასასვლელი მაინც ვერ გათავისუფლდა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ფუნქციისგან. მიზეზებს შორის ყოველთვის ახსენებენ საზოგადოებრივი საპირფარეშოების არასაკმარის რაოდენობასა და ანტისანიტარიას. პრობლემა ზაფხულში კიდევ უფრო მწვავდება. პრობლემა ის არის, რომ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ტურისტები, განსაკუთრებით ზაფხულში დასასვენებლად სხვადასხვა ადგილებში იკრიბებიან. ეს შეიძლება იყოს ცენტრიც და სხვა ადგილიც. საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობა რეალური პრობლემაა. იყოს თუნდაც ფასიანი. ეს ძალიან შეამსუბუქებს ადამიანების ყოფას. სიბინძურეს კიდევ ავიტანთ. უნდა იყოს ბევრი და სხვადასხვა ადგილებში. პირველი დღე რაც თბილისში ჩამოვედი, ლამაზი ქალაქი. საპირფარეშოსთვის მაკდონალდშიც შევა. შემთხვევითი გამვლელებისა და ტურისტების გარდა საზოგადოებრივი საპირფარეშოების სიმწირესა და მოვლელობას ყველაზე მეტად ის ადამიანები გრძნობენ, რომლებიც დღის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ. მათი პოვნა არ გაგჭირვებია არც კოლმეურნეობის მოედანზე, სადაც დილიდან დაღამებამდე ადამიანები ყვავილებითა და სხვა პროდუქტებით ვაჭრობენ და არც ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მუშები და ხელოსნები საქმის მოლოდინში ხშირად მთელ დღესაც რჩებიან. ჭირდება საპირფარეშო ნორმალური მოწესრიგებული სუბთა და იყოს ფასიანი, ოღონდ ნორმალური მომსახურება იყოს. მარტო ერთი გვაქვს ხო ბაძიმკაში ჩვენი. აი ჩასასვლელი რო არის, ერთი არის მარტო საპირფარეშო. წყალი არ არის და აგროვებენ წყალს და არ ირეცხება და ძალიან უსუფთავოა. პრობლემა არის, არ უნდა იცოდნენ, რომ ამდენი ხალხი დგია და უნდა ქონდეს ერთი ტუალეტი, რომ ხალხმა გეიაროს. თუ გინდა ფასიანი იყოს 20 კაპიკიანი იქნება 50 კაპიკიანი. აღარ დაბინძურდება ქალაქი. 9 კილომეტრია, კაც სანამ მივაიგონდე, შეიძლება გეეპაროზე. პრობლემაზე კითხვის დასმა ვცადეთ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთანაც, რომლებმაც კამერასთან საუბარი არ ისურვეს. სწორედ ამ გადაულახავ უხერხულობაზე წერს ლადო ვარდოსანიძე თავის სტატიაში ცივილიზებული სამყაროს უკანასკნელი ტაბუ, რომელშიც ავტორი საპირფარეშოების კულტურის ქართულ მახასიათებლებს განიხილავს. სამწუხარო ჩვენ არ ვართ ურბანული საზოგადოება, ჩვენი ღრმა ტრადიციით. სოფლიდან მოდის, სოფელშია ჩვენი ფესვები გადგმული, თითქმის ყველასი, დაუშვათ, ეს არც დანაშაულია და არც დიდი, ესე თქვა, ცოდვაა, ეს არის რეალობა. და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ჩეჩმის ფსიქოლოგია გამოვყვა ქალაქში. სიუჟეტზე სამუშაოდ სულ რამდენიმე საათი დავხარჯეთ, თუმცა პრობლემის საჩვენებლად დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დაგჭირვებია. თბილისის მერიამ კი ამ პრობლემის ზუსტად განსასაზღვრად კვლევა ჩაატარა, რომელშიც ქონების მართვის, არქიტექტურისა და ეკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტებმა იმუშავეს. კვლევას მოჰყვა გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, რომელიც წლის ბოლომდე დედაქალაქში 30 კეთილმოწყობილ საპირფარეშოს განათავსებს. ძირითადი მოთხოვნა რა გქონდა? ძირითადი მოთხოვნა გქონდა, რომ ეს უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის, ეს უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული და აბსოლუტურად უნდა იყოს ავტომატიზირებული. ანუ ეს ნაგებობა იქნება თვითონ ავტომატიზირებულად მოემსახურება ყველას. ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშოები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. შიგნითვე მოეწყობა ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდა, რომელიც გამარჯვებულმა კომპანიამ კონსალტინგ ჯგუფმა ანტიბაქტერიული მასალისგან უნდა დაამზადოს. საზოგადოებრივი საპირფარეშოთი სარგებლობა ფასიანი იქნება და მომხმარებელს საშუალება ექნება თანხა მეტრომანითაც გადაიხადოს. სააგენტო დედაქალაქის სივრცეში თანამედროვე საპირფარეშოების რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.